მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ საუბრობთ უმნიშვნელოვანეს და ძალიან ღრმა პრობლემაზე, რომელიც წინაშეს დავდექით. ყოველდღიურად გვესმის მკვლელობა, ძარცვა, ყაჩაღობა, ქურდობა, სხვადასხვა ტიპის დანაშაული. დღეს საქართველოში სამწუხაროდ მოქალაქე უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს თავს. საქართველოს მოქალაქეს ეშინია საღამოს გვიან ღამით ქუჩაში გასვლის. შევხვდებით მამტომობილებს, რომლებსაც ფანჯრები აქვს ჩამტრეული. შევხვდებით ნახავთ სახლებს, რომელიც არის გაძარცვული და რაც ყველა სამწუხაროა ეს გამოძიებული არ არის. აი ჩემს უკან არის სტატისტიკური მონაცემები 2015 წლიდან მოყოლებული 35,000 იყო 35,000 იყო კრიმინალის რაოდენობა და ეს რაოდენობა გაიზარდა 64,000-მდე. ანუ მხოლოდ ბოლო 4 წლის მანძილზე თითქმის გაორმაგებულია მაჩვენებელი. ხოლო გახსნის მაჩვენებელი, რაც ყველაზე ცუდია, 60%-დან შემცირდა 35%-მდე. ანუ გაიზარდა კრიმინალი, გახსნის მაჩვენებელი შემცირდა. ყველაზე საგანგაშოა, რომ არსებობს უამრავი მკვლელობა, რომელიც გაუხსნელი არის ქვეყანაში. ეს არის კატასტროფა, ყაჩაღობა, რომელიც გაუხსნელია. მაგრამ რატო ხდება ეს ყველაფერი? პირველ რიგში, პოლიცია გადასული არის მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე. მათ არ აქვთ რეალურად თავისუფლება იმისთვის, რომ კრიმინალი დაიჭირონ და მეორე, თუ ისინი აკავებენ კრიმინალს, მათ ვიღაც ურეკავს და ეუბნება, რომ გაათავისუფლე. რატო? იმიტომ რომ სამწუხაროდ დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლება თანამშრომლობს პოლიციასთან, თანამშრომლობს კრიმინალთან. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა არის სახელმწიფო უზრუნველყოფის კუთხით. პოლიციელის საშუალო ხელფასი, პატრული ინსპექტორის მაგალითად, იყო $484 2012 წელს, ეხლა კი არის $374. დოლარში $110 არის შემცირებული პოლიციელის ხელფასი. მაშინ როცა ფასები პროდუქტებზე გაიზარდა, თქვენ თვითონ იცით 40%-ით, წამალზე ფასი 70%-ით, ანუ კიდევ უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგანან პოლიციელები. შესაბამისად, მათი მატერიალური უზრუნველყოფაც არის უზარმაზარი პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაში არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის ძალიან კონკრეტულ 2 პუნქტიან გეგმას, რომელიც გვინდა რომ შემოგთავაზოთ. პირველი ეს არის ამერიკული ტიპის დეპოლიტიზირებული პოლიციის ჩამოყალიბება. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს საპატრულო პოლიციის დეცენტრალიზაციას და რაიონის დონეზე პატრულის ინსპექტორების არჩევითობას, პირველი ასე ვთქვათ, საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის და მეორე ეს არის ცენტრალურ საგამოძიებო ბიუროს, როგორც ეს არის FBI მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არაპოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ფაქტობრივად შექმნის ეს ყველაფერი იმ გარემოს, რომ იქნება აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული სისტემა. და რაც თავარია, მინიმუმ 500 ლარით უნდა გაიზარდოს თითოეული პოლიციელის ხელფასი უკვე მომავალ წელს. პოლიციელს უნდა ჰქონდეს мотиваცია, რომ მან იზრუნოს ხალხის უსაფრთხოებაზე. პოლიციელს არ უნდა უწევდეს ერთი დღე პატრულში მუშაობა, მეორე დღე ტაქსაობა, იმისთვის, რომ ელემენტარულად შემოსავალი მიიტანოს ოჯახში. პოლიციელს არ უნდა უწევდეს სარჩოზე სხვაგან სირბილი და ის სახელფასოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მან შეძლოს ჩვენი უსაფრთხოების დაცვა, იმიტომ რომ ის ებრძვის კრიმინალს, ის საკუთარ სიცოცხლის ფასად იცავს ჩვენს უსაფრთხოებას, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ კიდევ ერთხელ 2 პუნქტისგან შედგება, ეს არის ამერიკული მოდელის დეპოლიტიზირებული პოლიცია და ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი. რა თქმა უნდა 500 ლარი მომავალ წელს, შემდგომ წლებში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს ეს, ასე ვთქვათ, დაფინანსება.